ამ წუთებში გენერალურ პროკურატურაში თბილისის პროკურორის ბრიფინგი იწყება, რასაც პირდაპირ ეთერში გთავაზობთ. მოგესალმებით. საქართველოს პროკურატურამ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების, საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყანაში უკანონოდ დარჩენისთვის ხელშეწყობის, საქართველოს მოქალაქისთვის უცხო ქვეყანაში თავშესაფრის მისაღებად მცდარი ინფორმაციის წარდგენის ხელშეწყობის და ორგანიზების, ასევე ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება გასაღების ფაქტებზე 3 პირი დააკავა და 6 პირის მიმართ სისხლისამართლებრივი დევნა დაიწყო. საქართველოს პროკურატურის და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების სამსახურის მიერ ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად გამოვლენილია 2 ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი. გამოძიებით დადგენილია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების შედეგად ამერიკის შეერთებული შტატების საზღვრის გადაკვეთა გართულდა. აღნიშნულის გამო საქართველოს 4 მოქალაქემ დანაშაულებრივი ორგანიზებული ჯგუფი ჩამოაყალიბა. წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად ისინი ამერიკაში თავშესაფრის მსურველ საქართველოს მოქალაქეებს მოიძიებდნენ და მათ თავშესაფრის მისაღებად საჭირო ისტორიის ეგრეთ წოდებულ кейსის შექმნას, მტკიცებულებების შეგროვებასა და სასამართლოში მხარდაჭერას პირდებოდნენ. საქართველოს პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია საქართველოს 366 მოქალაქის ვინაობა, რომლებმაც ამერიკის შეერთებულ შტატებში თავშესაფრის მისაღებად ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს მიმართეს. ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ეგრეთ წოდებულ кейსებში არარსებულ ისტორიებს წერდნენ, თუ როგორ დევნიდნენ საქართველოს მოქალაქეებს საქართველოს ტერიტორიაზე სხვადასხვა მიზეზით, მათ შორის პოლიტიკური შეხედულების თუ სექსუალური ორიენტაციის გამო. აღნიშნული ისტორიების გამყარების მიზნით ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ამზადებდნენ ყალბ დოკუმენტებს და სანაცვლოდ დიდი ოდენობით თანხებს ითხოვდნენ. კერძოდ, ყალბი ეგრეთ წოდებული кейსის შედგენის სანაცვლოდ 1000-დან 1500 ამერიკულ დოლარამდე თანხას, ხოლო ყალბი დოკუმენტების დამზადებისთვის 3000 ამერიკულ დოლარს. გარდა მითითებული თანხებისა, თავშესაფრის მაძიებლის საქმის წარმოებისა და წარმატებით დასრულებისთვის თითეული მოქალაქისაგან ითხოვდნენ და იღებდნენ დამატებით 6000-დან 8000 ამერიკულ დოლარამდე თანხას. ასევე ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 2 წევრი ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩასულ და საიმიგრაციო პატიმრობაში მყოფ ქართველებს დახმარებას პირდებოდა. სანაცვლოდ კი დიდ ოდენობით თანხას ითხოვდნენ. ბრალდებულები 4 მოქალაქის კუთვნილ 10000 ამერიკულ დოლარს დაეუფლნენ, თუმცა მათ საქართველოს მოქალაქეებს დახმარება არ გაუწიეს. გარდა ამისა, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები საქართველოს მოქალაქეებს კანადის ვიზის მიღებაში დახმარებასაც პირდებოდნენ. თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს მიერ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ფარგლებში ერთ-ერთმა ბრალდებულმა კანადის ვიზის მიღებაში დახმარების მიზნით 800 ამერიკული დოლარის სანაცვლოდ პროკურატურის ოპერატიულ თანამშრომელს დაუმზადა ყალბი საბანკო ამონაწერი ცნობა სამსახურის თაობაზე, თითქოს და ეს უკანასკნელი დასაქმებული იყო ამერიკის შეერთებულ შტატებში და სხვა ყალბი დოკუმენტაცია. საქართველოს პროკურატურის და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების სამსახურის მიერ ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების ფარგლებში ასევე გამოვლენილია კიდევ ერთი ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელიც ყალბი დოკუმენტების გამოყენებით მოქალაქეებს ამერიკის ვიზის მიღებაში ეხმარებოდა. ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა სოციალური ქსელის სხვადასხვა პლატფორმაზე განათავსეს განცხადებები, რომლითაც ამერიკის შეერთებულ შტატებში გამგზავრების მსურველ პირებს ვიზის მიღებაში დახმარებას თავაზობდნენ. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები მოქალაქეებს ეუბნებოდნენ, რომ აპლიკაციის შევსებისთვის საჭირო თანხის გარდა ვიზის მიღებამდე თანხის გადახდა არ მოუწევდათ. ვიზის მიღების შემთხვევაში კი 10000-დან 15000 ამერიკულ დოლარამდე უნდა გადაეხადათ. ჯგუფის წევრებმა 65 საქართველოს მოქალაქეს ამერიკის საელჩოში წარსადგენად დაუმზადეს და გადასცეს ყალბი ოფიციალური დოკუმენტები, რომელთა გამოყენებითაც მოქალაქეთა ნაწილმა შეძლო ვიზის მიღება. ვიზის მიღების შემდეგ მათ 112000 ამერიკული დოლარი ხელზე გადასცეს ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს. მას შემდეგ, რაც წარმოშობილი ეჭვების საფუძველზე საელჩომ დოკუმენტების ნაწილი გადაამოწმა, გამოვლინდა დანაშაულებრივი ჯგუფის სიყალბე, რის გამოც ყველა მოქალაქეს, ვისაც დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ეხმარებოდნენ, ვიზა გააუქმდა. მიუხედავად აღნიშნულისა 2025 წლის იანვრიდან 2026 წლის
თებერვლის ჩათვლით პერიოდში ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა ყალბი დოკუმენტების გამოყენებით ფინანსური სარგებლის სახით მოქალაქეებისაგან მიიღეს 142.786 ამერიკული დოლარი, 15.095 ლარი და 1,560 евро. ბრალდებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344 სეკუნდა მუხლის მეორე ნაწილის გედადე ქვეპუნქტებით, მესამე ნაწილით პირის მიერ ფინანსური ან სხვა მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყანაში წინასწარი შეცნობით უკანონო დარჩენისთვის ან და პირის მიერ ამავე მიზნით უცხო ქვეყანაში საერთაშორისო დაცვის მისაღებად საქართველოს მოქალაქის მიერ მისი უფლებების ან თავისუფლებების დარღვევის თაობაზე წინასწარი შეცნობით მცდარი ინფორმაციის წარდგენის ხელშეწყობა ორგანიზება ორი ან მეტი პირის მიმართ ყალბი დოკუმენტის გამოყენებით ორგანიზებული ჯგუფის მიერ 180 მუხლის მეორე ნაწილის A და მესამე ნაწილის B ქვეპუნქტით თაღლითობა, ესე იგი მართსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით ჩადენილი წინასწარი შეთანხმების ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362 მუხლის მეორე ნაწილის B ქვეპუნქტით ყალბის სხვა ოფიციალური დოკუმენტის დამზადება გასაღება ფაქტზე წარედგინებად, რაც სასჯელის სახე და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქართველოს პროკურატურა 9 ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება როგორც აღნიშნულ ფაქტებზე, ასევე სხვა ეპიზოდებში მონაწილე პირთა დადგენისა და გამოვლენის მიზნით. დიდი მადლობა. თქვენ პირდაპირ ეთერში საქართველოს პროკურატურაში გამართულ ბრიფინგს უსმენთ.